საქართველოდან როდესაც მიდიან, აი მიგრაციის მაჩვენებლის გზრდაზე როცა ლაპარაკობენ, რა განაპირობებს თქვენი აზრით იმას, რომ მოქალაქეები ტოვებენ ქვეყანას? რა ვიცი, დღევანდელი პირობები, ანაზღაურება, სამსახური, ბევრი რამე. ანუ სამუშაო ძალა უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა ვიზა ლიბერალიზაციაო, ასე ფიქრობს ქართული ოცნება და რა მგონია ეგრე იყოს. ანუ რომ იყოს სამუშაო ადგილები ხელმისაწვდომი, წავიდოდა ხალხი მაინც. ანუ სამუშაო ადგილები ხელმისაწვდომია, ისედაც უბრალოდ ის ანაზღაურება და ის ყველაფერია რა, რაც უნდა იყოს. ანუ უკეთესი პირობების საძებურად მიდიან. კი ბატონო, რა თქმა უნდა ეგრეა. მე პირადად ეგრე ვფიქრობ და ეგრე ვაპირებ მომავალში. წასულს აპირებ? დიახ. პროფესიით რა ხარ? პროფესიით მზარეული. და აქ სათანადო პირობები არ არის. არა. სამწუხაროდ არა. როდესაც გველაპარაკებიან ამ ეკონომიკურ ზრდაზე, როგორ ფიქრობთ ეს რეალურია? ფიქრობ ეკონომიკური ზრდა მხოლოდ მათ აქვს სამწუხაროდ. თავიანთია ეკონომიკური ზრდაც რა. თქვენ გარშემო ბევრი წავიდა? კი, ვიცნობ ბევრს რომ წავიდა და დატოვა ქვეყანა მხოლოდ იმის გამო, რომ არ გამოდის აქ არაფერი. მიგრაცია გაიზარდა და ქვეყნიდან გადიან მოქალაქეები. თქვენი აზრით რატომ შეიძლება ტოვებდნენ საქართველოს მოქალაქეები? რატო? სიდუხჭირის გამო, მე ასე ვფიქრობ. სიდუხჭირის გამო. აქ არ არის სამუშაო ადგილები შესაბამისი? არა. ნამდვილად არა. აქ სამუშაო ახალგაზრდას რო კონდეს, თქვენ გჯერათ რომ ისწავლა სადმე საზღვარგარეთ? გჯერათ ეს? ნუ ოცნება აჯერებს ამაში საზოგადოებას. ტყუილი ფაქტია. ბოდიში რატომ გადიან ქვეყნიდან? აი თქვენ როგორ ფიქრობთ? იმიტომ რომ სამსახური არ აქვს. ჩემი შვილი მაგიტო არის წასული მაგალითად, რომ აქ სამსახური ვერ იშოვა. დიდი ხანია წასული? 17 წელია უკვე. რომელ ქვეყანაში? ჩამოდის გერმანიაში, ჩამოდის, მაგრამ არ ვერაფერ სამსახურს ვერ შეუძლებს და მიდის ისე. აი ამ დღეებში მოვისმინეთ ქართული ოცნებისაგან, რომ უვიზო მიმოსვლა რომ არ ყოფილიყო, უფრო მეტი დარჩებოდა ქვეყანაში და სამუშაო ძალა არა, დარჩებოდა. ეგ სისულელია. ეგ ძალიან დიდი ბოდიში თქმა, რომ მაგ არის სისულელე. ანუ პირიქით არის საკითხი. აბარა, სამსახური უნდა კონდეს ახალგაზრდებს, რომ დარჩნენ, აგრისთვის დარჩნენ. რომ იყვნენ მოსამსახურეები და იმათაც კაპიკები აქვთ ხელფასები. აი რო დარჩენილიყო თქვენი შვილი რა მოხდებოდა? სამსახური არ ქონდა, უნდა უნივერსიტეტი დაამთავრა და უნდა დარჩენილიყო რომელიმე მაღაზიაში გამყიდველი ყოფილიყო. მეტი არაფერი. არ შეძლებდა ოჯახის ფრთვით. ვერაფრით ვერ შეძლებდა, როგორ შეძლებდა? ვერანაირად ვერ შეძლებდა. ის რო არ წასულიყო, ჩემი სხვა შვილებიც იქნებოდნენ გაჭირვებულ მდგომარეობაში და მეც ასე. აი ხა უვიზო მიმოსვლა რომ შეიძლება გაუქმდეს, ეს რას გამოიწვევს ამ კუთხით? უფრო გაუარესდება, მე უკვე დაიწყებენ რაღაც ადგილების გზების ძებნას, რომ აიც წავიდნენ. ხოიცი ქართველები ვართ, რაღაცას მოვახერხებთ. რა არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ქვეყნიდან მიდიან? ალბათ განათლება პირველ რიგში და კიდევ სამუშაო გარემო. მეტი ხელფასი, მეტი პერსპექტივა, ნუ მეც გზაზე ყველგან შეიძლება ითქვას, მაქვს ფიქრები ყოველ შემთხვევაში. რომ უკეთესი განათლების მიღების მიზნით, პლუს ფინანსური მიზნებით, რომ მივაშოროს სხვა ქვეყანას. რომელ ქვეყანაზე ფიქრობთ? ალბათ გერმანია. და უვიზო მიმოსვლა როგორ დაგეხმარებათ ამ ამბავში? უფრო გაამარტივებს პროცესს, რა თქმა უნდა, უფრო ხელმისაწვდომი გახდება ის, რაც მე მჭირდება. ქვეყნიდან როცა მიდიან, რა არის ძირითადად ამის მიზეზი თქვენი აზრით? სურვილი. და რა განაპირობებს ამ სურვილს? ეგ იმბად გითხეთ. მე ვიცი. ქვეყნიდან ძირითადად რა მიზეზით მიდიან თქვენი აზრით? ой, გაჭირვება. ძირითადად გაჭირვება. სხვა რა. და რომელ ქვეყნებს ანიჭებენ უპირატესობას თქვენი აზრით? ევროპა, ამერიკა, რავი ქვეყნები. თქვენ გარშემო ბევრია წასული? კი, საკმაოდ. და მთავარი მიზეზი ეს იყო? რა თქმა უნდა, გაჭირვება, ხო. ისთვის აბა სხვა რისთვის. და ქართული ოცნება პირიქით ამბობს, რომ აქ ბევრი სამუშაო ადგილია. რომ იყოს პირობები უკეთესი ქვეყანაში წავიდოდნენ? რა თქმა უნდა, არა. დროებით წავიდოდნენ, იმოგზაურებდნენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ 15 და 20 წლით არა, როგორც დღევანდელი რეალობა ფაქტის წინაშე გვაყენებს. ქართულმა ოცნებამ თუ მოისმინეთ თქვა, რომ უვიზო მიმოსვლამ გააკეთა ის, რომ მიგრაცია გაიზარდა და ეს ადამიანები რო დარჩენილიყვნენ ქვეყანაში, მეტი სამუშაო ძალა იქნებოდაო. ну
გააჩნია, ეხლა ზოგიერთ ადამიანს არ აქვს იმის საშუალება და პირობები ჩვენს ქვეყანაში, რომ დარჩეს და აქ გააგრძელოს მუშაობა. მადლობა. საქართველოდან რატომ მიდიან მოქალაქეები, როცა იღებენ ამ გადაწყვეტილებას? რატომ მიდიან? დიახ. ჭკუ არ აქვს და იმიტომ მიდიან. პირობები არის აქ? საქართველოდან რომ მიდიან, რატომ მიდიან თქვენი აზრით? სამსახურები არ არის, ხელფასები არ არის. და უვიზო მიმოსვლამ გამოიწვია ესო ასე ამბობენ და მე პირადად ეკონომიკური სიტუაციის გამოწავედი, ერთი პერიოდი ვიყავ წასული და მუშაობდი და მე ჩამოვედი უკან რა. სად შეძელით სამუშაოს პოვნა? ევროპაში, ხორვატიაში. ეხლა ხან იყავით? 1-2 წლის წინ ვიყავ. დასაქმების ოფისი იყო და იმითი წავიდი დასაქმე. ანუ რამდენიმე თვე შეძელით წასვლა, ხო? დაახლოებით 1 წელიწადი. დაახლოებით 1 წელიწადი. მაგრამ ყველა ალბათ რა ვიცი, ყველას თავისი მიზეზები აქვს ალბათ, ქალბატონო, არ ვიცი. ზოგი ეკონომიკური სიტუაციის ზოგი აი მაგალითად მე ახლა რაღაც აი ბიზნესის გაკეთება მინდა სტარტაპები რაღაცა მინდა გავაკეთო და სადაც ისეთი ბიზნესი გარემო შეხვდება რომ დაფინანსების მიღება შეიძლება რაღაცა სერვისები იქნება იმისთვის რომ მოკლედ განვითარება გინდა და მე ცხოვრებაში რაღაც ნორმალური ცხოვრება გინდა მაყოლები მაგისთვის წვალობს აბა და აქ რა ვითარებაა მაგ იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ თქვა რომ უვიზო მიმოსვლის გამო ბევრი წავიდა და ქვეყანაში სამუშაო ძალა უფრო მეტი იქნებოდა უვიზო რო არ ყოფილიყო ამაზე რას ფიქრობ? არა ისეთი როგორი სიტუაცია ყველაფერი მოსაგვარებელი ეკონომიკას წესრიგშია მოსაყვანი ყველაფერი სამუშაო ადგილების უნდა გაჩნდეს მაგრამ თან ამასთან ერთად ხალხმაც უნდა ვიაქტიუროთ ისეთ რა განათლებაც უნდა მივიღოთ პროფესიონალებს უნდა გავხდეთ მაგრამ თავრობ ვერაფერს ვერ გააკეთებს გაიგი ხალხებს აი ბავშვები ზოგჯერ თელედღე ქუჩაში არიან და მაგის მოგე თელედღე ქუჩაში იყვნენ რაღაცა უნდა დავასაქმოთ რაღაც წრეები გაიხსნას რაღაცები უნდა მე ყველაფერი უნდა მოგვარდეს გამიგეთ ეკონომიკა უნდა ამუშავდეს და მე უნდა დაიწყოს იმაზე ლაპარაკი რომ ხალხი არ წავიდეს გამიგეთ თუ ეკონომიკა არის მუშაობა და დასაქმე განათლება ვერ მიიღო ახალგაზრდობამ ბავშვებმა რაღაცა ვერ დასაქმნე ხალხი ვერ წავა მაგრამ იქნება შუშით ხوار დაიხოცება მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული ეკონომიკურ ვითარებაზე. ეკონომიკური ვითარება კიდე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარეობს. ყველაფერი მოსაგვარებელია რა. ნუ ვიღაც ალბათ გიორგი ბრწყინვალე გვჭირდება რომ რაღაც დაალაგოს ყველაფერი რა სახელმწიფოში და ყველაფერი მოგვარდეს რა. არც მარტო ხალხის ბრალი, არც მარტო მთავრობის ბრალია რა. ყველაფერი უნდა მოვიდეს წესრიგში და კალკულებს თავის კალაპოჩი უნდა შატეს. გამიგე? აი ეგრე ფიქრობ მე ალბათ რა.